ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განკარგულებით ფხენიანი მომდენო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 2-5000 ტონიან სამხედრო ხომალდს ააშენებს. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა ჩოე ჰიონის კლასის სამხედრო ხომალდის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონიაზე განაცხადა. საესკადრო ნაღმოსანს ეგრეთ წოდებული ბირთვული ქობინების მატარებელი ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია. ამ მხრივ 14-თვიანმა ოპერაციულმა გამოცდებმა წარმატება აჩვენა. ეს ყველაფერი კი იმის მაჩვენებელია, რომ ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ძალებში ბირთვული შერეღება პროგრესს განიცდის. ბალისტიკური რაკეტების განვითარების შემდეგ კიმ ჩენ ინმა ყურადღება უფრო მეტად საზღვაო ფლოტზე გააკეთა. მათ შორის ბირთვული წყალქვეშა ნავის მიმდინარე მშენებლობასაც. აშკარაა, რომ უკვე წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ჩვენი საზღვაო ძალები მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მიმდებარე ზღვის დასაცავად არსებობდა. ის იქცევა სრულფასოვან ძალად, რომელიც აღჭურვილია სტრატეგიული საშუალებებით, რადგან საზღვაო ძალების ბირთვული იარაღით აღჭურვის პროგრამა გეგმა ზომიერად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ნამფოს პორტში წარმოდგენილი საბრძოლო ხომალდი აღჭურვილია სხვადასხვა სისტემებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და ხომალდსაწინააღმდეგო შეერაღებით, ასევე ბირთვული ქობინების მატარებელი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით. სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირები და ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ხომალდი სავარაუდოდ რუსეთის დახმარებით აშენდა, ქვეყნებს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ფონზე. ამ ვარაუდს ყავს მოწინააღმდეგეებიც. ფხენიანი გეგმავს კანგკონის სახელწოდებით კიდევ ერთი 5000 ტონიანი გამანადგურებელი ხომალდის გამოშვებას, ისევე როგორც 10000 ტონიანი სტრატეგიული ხომალდის. ამგვარი მცდელობები მანამდე ჩავარდნით დასრულდა, თუმცა კიმ ჩენ ინი არ ნებდება. ზოგიერთის მოლოდინიც შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას საზღვაო საზღვრის ფორმალური გამოცხადებისთვის ემზადება, რომელიც არ გამოირიცხება, რომ სამხრეთ კორეის მიერ კონტროლირებად წყლებზეც გადიოდეს. კიმ ჩენ ინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ამ მხრივ საზღვრებს არ ცნობს.